იცით მეგობრებო, ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს ადამიანები, რომლებმაც არაფრით დაიწყეს და იმდენად მაღლა ავიდნენ, რომ ლეგენდების ნაწილად იქცნენ. ასევე მინახავს ისეთებიც, რომლებსაც ყველაფერი ჰქონდათ, ნიჭი, შესაძლებლობები, კავშირები, მაგრამ საბოლოოდ არაფრის გარეშე დარჩნენ. და ერთ დღეს ვკითხე ჩემ თავს, რა ხდის ერთ ადამიანს ძლიერს და წარმატებულს, ხოლო მეორეს სუსტს და უბედურს. ყველაფერს არც გარემოებები, არც მდიდარი მშობლები, არც იღბალი და არც პრესტიჟული უნივერსიტეტის დიპლომი წყვეტს. ეს ჩვევებია. ის პატარა შეუმჩნეველი ქმედებები, რომლებსაც ყოველდღე ვიმეორებთ, ჩვენს ბედს ქმნის, როგორც აგურის სახლს. როდესაც პატარა ვიყავი, ხშირად ვუსმენდი უფროსებს. ებრაულ ოჯახში ნორმალურია უფროსის სიტყვის პატივისცემა, რადგანაც ის თაობების გამოცდილებას ასახავს. ერთმა ბრძენმა კაცმა მითხრა, ადამიანის ბედი მისი ჩვევებია. შეხედეთ, რას აკეთებს ის ყოველდღე და ნახავთ, როგორი იქნება 20 წლის შემდეგ. მაშინ დიდ ყურადღებას ამას არ ვაქცევდი, მაგრამ წლების განმავლობაში მივხვდი, რომ ეს აბსოლუტურად მართალია. ოდესმე შეგიმჩნევიათ, როგორ წუწუნებენ ხშირად სუსტი ადამიანები ცხოვრებაზე, მაგრამ როდესაც უფრო ღრმად ჩახედავთ, დაინახავთ, რომ მათ ცხოვრებას მარტივი წვრილმანები ანგრევს. ისინი უფრო გვიან იღვიძებენ, ვიდრე საჭიროა. საკუთარ თავს სპირდებიან, რომ ხვალ დაიწყებენ, მაგრამ ხვალინდელი დღე არასდროს დგება. ისინი ყველას ადანაშაულებენ, მაგრამ არა საკუთარ თავს. ისინი სხვისი ოცნებებითა და მოსაზრებით ცხოვრობენ და ყველაზე ცუდი ნაწილი ისაა, რომ ეს ჩვევები ადამიანს მაშინვე არ კლავს. ის ჩვევები ამას ნელა აკეთებს, წვეწვეთად, როგორც ჟანგი ლითონს აზიანებს. დღეს პატარა ჩივილი, ხვალ გადადებული დავალება, ზეგს ხვისი წარმატების შური, შემდეგ კი 10 წელი გადის და ადამიანი უკან იხედება და ხვდება, რომ მისი ცხოვრება დასრულდა და არაფერი შეცვლილა. მახსოვს ერთი ნაცნობი, ერთ უბანში გავიზარდეთ. ის ჩემზე ჭკვიანი იყო, ყველაფერს უფრო სწრაფად ითვისებდა, ჰქონდა კავშირები, ოჯახის მხარდაჭერა, მაგრამ ერთი ჩვევა ჰქონდა, ყველაფერს გადადებდა ხოლმე. ხვალ გავაკეთებ, არ დადაგების შემდეგ დავიწყებ, უბრალოდ უკეთ უნდა მოვემზადოო. 30 წელი გავიდა და როდესაც ისევ შეხვდი, იგივე მითხრა. მხოლოდ თმა გაუჭაღარავდა, თვალები გაუფერულდა და შესაძლებლობები კი სამუდამოდ გაქრა. სწორედ მაშინ მივხვდი, სისუსტე არ არის ძალის ან ფულის ნაკლებობა. სისუსტე ჩვევების ჯაჭვია, რომლებსაც ვერ ამჩნევ. მე მინახავს, როგორ შეცვალეს ადამიანებმა თავიანთი ბედი. ისინი ჩვეულებრივი ადამიანებით გამოიყურებოდნენ, არაფრით გამორჩეულები, მაგრამ საკუთარ თავს ეუნებოდნენ. მე შევწყვეტ წუწუნს. დღეს გავაკეთებ იმას, რასაც ყველა დანარჩენი გადადებს. შურს არ დავუშვებ, რომ გული დამწვას. ჩემს ცხოვრებაზე პასუხისგებლობას ავიღებ. და რამდენიმე წლის შემდეგ ასეთი ადამიანი სხვებისთვის მაგალითი გახდება. ამ ვიდეოში მინდა გესაუბროთ 10 ჩვევაზე, რომელიც სუსტი ადამიანის ცხოვრებას ანადგურებს. და საკუთარი სისუსტის აღიარება სიძლიერისკენ პირველი ნაბიჯია. უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე, რადგან ბოლო ჩვევები, რომლებზეც მოგიყვებით, ყველაზე მზაკვრულია. ისინი მაშინვე აშკარა არ არის, მაგრამ სწორედ ისინი ანადგურებენ მთელი თაობების ცხოვრებას. მე მინახავს, როგორ ანგრევენ ისინი ოჯახებს, ართმევენ ჯანმრთელობას და მომავლის რწმენასაც კი ანადგურებენ. და თუ თქვენ ამ ჩვევებიდან ერთ-ერთსაც კი ამოიცნობთ საკუთარ თავში, ნუ დაიდარდებთ. ეს არის სიბრძნის ძალა, ამოიცნოთ სისუსტე და აქციოთ ის ძალად. ბოლოს და ბოლოს ამბობენ, რომ ძლიერი არის ის, ვინ საკუთარ თავს იპყრობს. ახლა კი ერთად ჩავიხედოთ სიმართლის სარკეში,
რადგან წინ 10 ჩვევაა, რომელიც ადამიანს სუსტს ხდის. და შესაძლოა დღეს მიხვდეთ, რატომ არ მუშაობს რაღაცა თქვენს ცხოვრებაში. და რაც მთავარია, რა უნდა გააკეთოთ ყველაფრის შესაცვლელად. ასე რომ ჩემო მეგობრებო, მოდით ვიყოთ გულახდილები. ახლა მე ჩამოვთვლი ჩვევებს, რომლებიც ადამიანს სუსტს ხდის. შესაძლოა მათში საკუთარ თავს ამოიცნობთ. და თუ ამოიცნობთ, გაიხარეთ, რადგან ყველაფრის შესვლის შანსი ჯერ კიდევ გააქვთ. პირველი არის წუწუნის ჩვევა. სუსტი ადამიანი ყოველთვის ეძებს მიზეზს წუწუნისთვის. ამინზე, მთავრობაზე, უფროსზე, ცოლზე, მეზობლებზე. ისინი ენერგიას არა გადაწყვეტილებებზე, არამედ წუწუნზე ხარჯავენ. მახსოვს ერთი მეზობელი. ყოველდილით როცა მაღაზიაში ხვდებოდით, ის იწყებდა ფრაზით: ცხოვრება რთულია. და ასე იყო ყოველდღე, თითქოს ლოცვაა. მაგრამ ერთხელაც არ სმენია მისგან. ვეცდები უკეთესად გავაკეთო. ებრაული სიბრძნე ამბობს, რომ წუწუნი წარუმატებლობის ლოცვაა. გსურთ იყო ძლიერი? შეწყვიტეთ წუწუნი. კითხეთ საკუთარ თავს. რა შემიძლია შევცვალო ახლავე? მეორე არის გადადების ჩვევა. სუსტ ადამიანებს უყვართ სიტყვა ხვალ. ისინი ამბობენ: ახალ ცხოვრებას დავიწყებ. ხვალ სპორტ დარბაზში წავალ. ხვალ დავურეკავ. ხვალ ენის შესწავლას დავიწყებ. მაგრამ ხვალინდელი დღე წლებად იქცევა. ერთხელ ერთ კაცთან მუშაობდი, რომელიც საკუთარი ბიზნესის დაწყებაზე ოცნებობდა. მას ჰქონდა ფული, იდეები, მის გარშემო მყოფებიც კი მზად იყვნენ დასახმარებლად, მაგრამ ის ყოველთვის ამბობდა: ჯერ კარგად უნდა დავფიქრდე. და 15 წელი გავიდა. ბიზნესი ოცნებად დარჩა. გახსოვდეთ, ხის დარგვის საუკეთესო დრო 20 წლის წინ იყო. მეორე საუკეთესო დრო კი დღესაა. მესამე არის შურის ჩვევა. შური სულის შხამია. სუსტი ადამიანი სხვის წარმატებას უყურებს და ფიქრობს: რატომ არა მე? ის იწვის შიგნიდან, ტკბობისა და სწავლის ნაცვლად. ვიცნობდი ვაჭარს, რომელიც ყოველთვის შურდა ბაზარში მყოფი მეზობლის. მეზობელს უკეთესად უწევდა საქმე, მაგრამ არც საქმნელს აუმჯობესებდა და არც ახალ მომხმარებელს ეძებდა. მხოლოდ გაბრაზება ეტყობოდა. საბოლოოდ მისი მაღაზია დაიხურა. შური ანადგურებს. ძალა ბედნიერებაშია. ბოლოს და ბოლოს სიხარული, გაზიარებული უკან ბრუნდება. შური კი მხოლოდ წვავს. მეოთხე არის რისკის შიშის ჩვევა. სუსტ ადამიანს ეშინია თავისი კომფორტის ზონის დატოვება. მათთვის უფრო ადვილია ერთ ადგილას ჯდომა და წუწუნი, ვიდრე რაიმე ახალის მოსინჯვა. მახსოვს ერთი ბიჭი, რომელსაც საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა ჰქონდა. ყველაფერი მზად იყო, დოკუმენტები, სტიპენდია, საცხოვრებელიც კი. მაგრამ შეშინდა, თქვა, რა მოხდება თუ არ გამოვა და ასე დარჩა. შემდეგ მთელი ცხოვრება ნანობდა. ძლიერი ადამიანი ხვდება, რომ რისკი ცხოვრების ნაწილია. ზოგჯერ აგებ, მაგრამ რისკის გარეშე გამარჯვება არ არსებობს. მეხუთე არის სხვების დადანაშაულების ჩვევა. სუსტი ადამიანი ყოველთვის ეძებს ვინმეს, ვისაც დაადანაშაულებს. ცუდად გამზარდეს ჩემმა მშობლებმა, ეს ქვეყანა, ეს ცოლი, რომელიც ხელს მიშლის, ან ჩემი მეგობრები, რომლებიც მხარს არ მიჭერდნენ. მაგრამ იცით რა? სანამ ადამიანი სხვებს ადანაშაულებს, ის არ აკონტროლებს თავის ცხოვრებას. ის მას სხვის ხელში აბარებს. არსებობს ბრძნული გამოთქმები. თუ ყოველთვის ეძებ ვინმეს, ვისაც დაადანაშაულო, მთელი ცხოვრება გარემოებების მონა იქნები. ძლიერი ადამიანი იღებს პასუხისგებლობას, მაშინაც კი, თუ სხვაა დამნაშავე. ის მაინც ფიქრობს, რა ვქნა ამის გამოსასწორებლად. მეექვსე არის მიზნის გარეშე ცხოვრების ჩვევა. სუსტი ადამიანი ცხოვრების გზას უმართავად გადის. ის მუშაობს, ჭამს, ძინავს, მაგრამ არ იცის რატომ და ამიტომ ადვილად კარგავს გზას. ერთხელ ვკითხე ახალგაზრდა კაცს: რა არის შენი მიზანი ცხოვრებაში? მან მიპასუხა:
არ ვიცი, უბრალოდ ნორმალურად მინდა ცხოვრება. მაგრამ ნორმალურობა არაფერს ნიშნავს. მიზნის გარეშე ადამიანი საჭის გარეშე გემსგავს. ძალა მიზნის დასახვაშია, თუნდაც პატარა, მაგრამ ნათელი. მეშვიდე არის სხვის მოსაზრებებზე დაყრდნობის ჩვევა. სუსტი ადამიანი საკუთარი ცხოვრებით არ ცხოვრობს. ის აკეთებს იმას, რასაც მშობლები, მეზობლები და კოლეგები ეუბნებიან. მას განსჯის ეშინია. მე ვნახე ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მუსიკოსობა სურდა. მას ნიჭი ჰქონდა, მაგრამ მშობლებმა უთხრეს, რომ ეს სერიოზული არ იყო. ბუღალტრად უნდა ემუშავა. ის უსმენდა, წლები გადიოდა, ის მუშაობდა, ფულს შოულობდა, მაგრამ მისი თვალები ცარიელი იყო. ის არ ცხოვრობდა, ის უბრალოდ არსებობდა. გახსოვდეთ, ხალხი მაინც ილაპარაკებს და ძლიერები უსმენენ თავიანთ გულებს. სუსტები კი ბრბოს. მერვე არის ცვლილებების შიშის ჩვევა. სუსტ ადამიანებს უყვართ სტაბილურობა, თუნდაც ეს მათ ანადგურებდეს. მათ ეშინია თახლის. მე ვნახე კაცი, რომელიც 20 წელი მუშაობდა ერთსა და იმავე ადგილას. ხელფასი დაბალი იყო და ხალხი ცუდად ეპყრობოდა. და მე ვკითხე, რატომ არ მიდიხარ? მან მიპასუხა, შესაძლებელია ამით ჩემი საქმეები კიდევ უფრო გაუარესდეს. მაგრამ თავად ცხოვრება უკვე ცვლილებას წარმოადგენს. სამყარო იცვლება და თუ ამასთან ერთად არ შეიცვლები, ქვასავით გაიყინები. მეცხრე არის დისციპლინის გარეშე ცხოვრების ჩვევა. სუსტი ადამიანი ამბობს, მე ამას გავაკეთებ, როცა განწყობა მომივა. მაგრამ განწყობა იშვიათად მოდის. გახსოვდეს სპორტსმენი. ის ვარჯიშობს არა იმიტომ, რომ ყოველთვის სურს, არამედ იმიტომ, რომ საჭიროა. ასე იბადება ძალა. ვიცნობ ქალს, რომელიც ყოველ დილას 5 საათზე დგებოდა სწავლისთვის. დღის განმავლობაში არ ქონდა დრო, შვილები, სამსახური, მაგრამ მან თქვა, ეს საჭიროა. 3 წლის შემდეგ ის ექიმი გახდა. დისციპლინა არის ხიდი ოცნებებიდან შედეგებამდე. მეათე არის გადაწყვეტილებების გადადების ჩვევა. ეს ყველაზე მზაკრული ჩვევაა. სუსტმა ადამიანმა შეიძლება ყველაფერი იცოდეს, რომ წუწუნი ცუდია, რომ შური არასწორია და რომ მიზანი აუცილებელია, მაგრამ ის ვერ ბედავს საკუთარი თავის შეცვლას. ის ფიქრობს, მე ვიფიქრებ ამაზე, მოგვიანებით გადავწყვეტ და მთელი მისი ცხოვრება გადის. მინახავს მოხუცები, რომლებიც ამბობდნენ, უნდა მეცადა, უნდა გამეწია რისკი, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ძლიერი ადამიანი იღებს გადაწყვეტილებებს, თუნდაც ეს საშიში იყოს. მაშინაც კი, თუ ყველაფერი ნათელი არ არის, გადაწყვეტილება ძალაა. მეგობრებო, აქ მოცემულია 10 ჩვევა, რომელიც ანადგურებს სუსტი ადამიანის ცხოვრებას. ისინი პატარა და უვნებელი ჩანან, მაგრამ სწორედ ისინი განსაზღვრავენ თქვენს ბედს. მეგობრებო, ჩვენ გრძელი გზა გავიარეთ. ჩვენ გავაანალიზეთ 10 ჩვევა, რომელიც ჩუმად ანადგურებს სუსტი ადამიანის ცხოვრებას. და მინდა ერთი წუთით გაჩერდეთ და საკუთარ თავში ჩაიხედოთ ამ ჩვევებიდან, რომელიც ცხოვრობს თქვენში. შეიძლება წუწუნი ან ცვლილებების შიში, შესაძლოა ძალიან ხშირად აჭიანურებთ საქმეს, ან ძალიან ბევრს ღელავთ იმაზე, თუ რა სიტყვიან სხვები. ყველას გვაქვს რაღაც სისუსტეები და ეს ნორმალურია. მნიშვნელოვანი სხვა რამ არის, რას ვაპირებთ ამის შესასწორებლად. მინდა გაგიზიაროთ ერთი ისტორია. როდესაც ბიჭი ვიყავი, ჩემი ბაბუა ამბობდა, ძლიერი ადამიანი არ არის ის, ვინც არასდროს ეცემა. ძლიერი ადამიანი ის არის, ვინც 7-ჯერ ვარდება და 8-ჯერ დგება. მაშინ ამ სიტყვების სრული სიღრმე არ მესმოდა. მაგრამ წლების განმავლობაში დავინახე, როგორ მუშაობს ეს ცხოვრებაში. მე მინახავს ადამიანები, რომლებიც პირველივე წარუმატებლობის შემდეგ იმსხვრეოდნენ
და მინახავს ისეთების, ვინც დამარცხება დამარცხების შემდეგ განიცადა. მაგრამ ისევ წამოდგა, ისევ სცადა და ისევ წინ წავიდა. და სწორედ ისინი გახდნენ ძლიერები. მათ ისწავლეს არა სხვების, არამედ საკუთარი თავის დაპყრობა. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რომ ძალა კუნთებია, ძალაუფლება ფულია, მაგრამ არა. ჭეშმარიტი ძალა საკუთარი თავის მართვის უნარია. ეს არის უნარი თქვა, აღარ ვიჩივლებ. ეს არის უნარი, ადგე სასურველზე ადრე. ეს არის უნარი, შეხვდე შიშს და გადადგა ნაბიჯი უცნობისკენ. ვიცი, რომ თქვენ შორის არიან ადამიანები, რომლებიც ახლა რთულ პერიოდს გადიან. ვიღაცამ შეიძლება სამსახური დაკარგა, ვიღაც ურთიერთობაში ჩარჩენილია. ზოგიერთს გონია, რომ ცხოვრება გადის. ან შეიძლება იფიქროთ, რომ რაიმის შეცვლა უკვე გვიანია. მეგობრებო, ყურადღებით მომისმინეთ, არასდროს არის გვიანი. არასდროს არის გვიანი იმის თქმა, რომ მე დავამთავრე გადადება. არასდროს არის გვიანი მიზნის დასახვა. არასდროს არის გვიანი თქვენ ცხოვრებაში ახალი თავის დაწყება. მე მინახავს ადამიანები, რომლებიც 60 წლის ასაკში იწყებენ ახალი უნარების შესწავლას. 70 წლის ასაკში მათ საკუთარი ბიზნესი დაიწყეს. 80 წლის ასაკში მათ სიყვარული იპოვეს. ძალა არ არის მარადიული ახალგაზრდობის და სრულყოფილების ქონა. ძალა არის ყოველთვის ცოცხალი ყოფნა. და თუ აქამდე უყურეთ, ეს ნიშნავს, რომ ეს ძალა უკვე გააქვთ. სუსტი ადამიანი ვიდეოს პირველივე მომენტში გამორთავდა. ისინი იტყოდნენ, ეს ძალიან რთულია, ან ეს ჩემთვის არ არის, მაგრამ თქვენ ბოლომდე მომისმინეთ, რაც ნიშნავს, რომ გააქვთ ცვლილებების სურვილი. მაგრამ კითხვა ასეთია, რას იზამთ ხვალ? ხვალ გაიღვიძებთ და ორი ვარიანტი გექნებათ. დაუბრუნდეთ ძველ ცხოვრებას იგივე ჩვევებით. ან გადადგი პირველი ნაბიჯი ახალი ცხოვრებისკენ. პირველი ნაბიჯი არ უნდა იყოს რაიმე დიდი. არ არის აუცილებელი მაშინვე სამყარო თავდაყირა დააყენო. დაიწყე პატარით. ჩაწერე ერთი მიზანი. გადადგი ერთი ნაბიჯი, რომელსაც გადადებდი. შურის ნაცვლად შეაქე ვინმე. შეწყვიტე ვინმეს ძებნა, ვისაც დაადანაშაულებ და უთხარი საკუთარ თავს, ჩემი ცხოვრება, ჩემი პასუხისმგებლობაა. ყოველი დღე შენი მომავალი სახლის აგურია. რა იქნება ის, მთლიანად შენზეა დამოკიდებული. ებრაული ანდაზა ამბობს, ვინ არის ბრძენი? ის, ვინც ყველასგან სწავლობს. ვინ არის მდიდარი? ის, ვინც ტკბება იმით, რაც აქვს. ვინ არის ძლიერი? ის, ვინც საკუთარ თავს იპყრობს. გახსოვდეთ ეს სიტყვები. ძალა სადღაც შენს გარეთ არ არის. ის შენშია. და მინდა რომ კიდევ ერთი რამ გააკეთო. ახლა დაფიქრდი. ამ 10-დან რომელიც შვევა გაკავებს ყველაზე მეტად. ჩაწერე ის და მიეცი საკუთარ თავს პირობა, რომ ამაზე მუშაობას დღესვე დაიწყებ. ხვალ არა, ორშაბათს არა, არამედ დღესვე, რადგან ცხოვრება მხოლოდ ასე იცვლება, პატარა ნაბიჯებით, ყოველ დღე. ახლა კი მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა, რომ მომისმინეთ. ჩემთვის ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. გიზიარებთ იმას, რაც ვნახე, რაც გამოვიარე. და თუ ამ ვიდეოს შემდეგ ერთი ადამი მაინც შესვლის თავის ჩვევას, მაშინ ჩემი სიტყვები ფუჭი არ ყოფილა. მაგრამ ეს არ არის დასასრული. წინ კიდევ ბევრი საუბარი გვექნება. ვისაუბრებთ სიბრძნეზე, იმაზე, თუ როგორ ავაშენოთ ცხოვრება, როგორ ვიყოთ უფრო ძლიერები, როგორ ავზარდოთ შვილები, როგორ არ დავკარგოთ რწმენა, რთულ დროს. ასე რომ თუ გსურთ ეს მოგზაურობა ჩემთან ერთად გააგრძელოთ, თუ ეს სიბრძნე თქვენში გამოძახილი იპოვა, გამოიწერეთ ეს არხი. მინდა რომ ეს არხი იყოს ადგილი, სადაც თითოეული თქვენგანი პოულობს ძალას, სადაც იგრძნობთ, რომ მარტო არ ხართ,
სადაც შეგიძლიათ მიიღოთ შთაგონება და ცოდნა, რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო. დაფიქრდით, რა ხშირად ვკარგავთ დროს ცარიელ რაღაცეებზე, მაგრამ თუ სიბრძნეს დღეში რამოდენიმე წუთს მაინც დაუთმობთ, ეს მთელ თქვენ ცხოვრებას შეცვლის. და ბოლოს გახსოვდეთ, სუსტი საბაბს ეძებს, ძლიერი კი გზას ეძებს. სუსტი ხვალინდელ დღეს ელოდება, ძლიერი დღესვე მოქმედებს. და თუ ძლიერობას აირჩევ, კეთილი იყოს შენი მობრძანება. ჩვენ ერთად ვივლით.